მე ვიცი ამ უღამე პოდკასტებს და გინდა subscribe 1 მილიონს რომ გაცდეს ხო და წარმატებებს უსურვებ ბევრს უნიჭიერეს მომღერალ და თვით თორნიკეს აგია თოკაფე დაბრუნდა თოკაფე აქ არის მოგესალმებით მეგობრებო ჩვენთან უბრალოდ მე ვარ სტუმრად ძვალთან სახში როგორ ახარ და ძვალია ჩვენი სტუმარი გაიხარე ძმაო გაიხარე ბევრი გითხოვდა და აჰა მეტი რა ვქნა მოგიყვანე სტუმრად კი არა მე მოვედი შენთან აბა როგორ ახარ რა შვები რა შალიჩო ახალი რა არის შენსკენ კარგი რავი რას რითი დავიწყო არ ვიცი ახალი ჯერ არაფერი მაგრამ უნდა იყოს რაღაცებისთვის ემზადები სიახლეებისთვის რა და არა რაღაცა უფრო ისე ცხოვრებისეული აპირადულ თემაში ვა არა ნუ სიყვარულს რაღაც არ ეხა ცოტა ისეთი ხო მეთქი რამე სერიოზული ექსკლუზივი გავაძრე მეთქი რაღაცა ისეთები რა რაღაც გადაწყობა გადმოწყობაში ვარ რა რაღაცებს ვაპირებ რა მაგრამ ნუ ჯერჯერობით არ ვსაუბრობ მაგ საკითხებზე იმიტომ რომ რაღაც ჯობია რომ ჯერ რაღაცა მოხდეს და მე ვისაუბროთ რაღაცებზე ისეთი არაფერი ნუ ზივარ სახში რაღაც მუსიკა მეგობრები ოჯახი ისე რა კარგი ახლა შემოვიდი ახაც ვაით სემინარი როგორც მუსიკოსის და არტისტის უნდა გამოიყურებოდეს აი ესე არის რა ხო პირველი ეს მაგიდა მომაწყე რა ნუ რაღაცნაირად ხო რა ჩემი კომფორტის ზონა ისეთი მოვიწყე რომ ვაფშე გასვლა მეზარება რა გარეთ რა ანუ აი მანქანის დახუხოც მეზარება უკვე ისე რა რაღაცა ისე სულ რაღაცა აი რაღაც თუ ისეთი რაღაც არ ხდება რომ აი აუცილებელია ჩემი ხო რა აი ყველაფერს ვიცილებ ვაფშე კაი მოდი მაშინ ნელა ხა მე და შენ წლები აღარც მახსოვს უცხო ზოიდან ევრომიქსიდან და მაგ თემებიდან წელი თემები რო ქონდა ხოლმე გადასვლები და ამბები და აი ეს თემები იმ წლებიდან მახსოვს ხარ და შენ რამდენი წლის ხარ 40 84-იანი მალადეჩი მახსოვს ეგ თემები იქ რო იწყებოდა დიჟენები და ამბები ახალმა თაობამ ზოგმაიცის ხა სადღაც გააქვს ხა ნასაუბრები ეგ თემები მაგრამ ჩემი მაყურებლისთვისაც ხო სანამ გავაგზავნეთ აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო იმიტომ რომ სტიმული მოვცეთ რა რომ ხა მაგალითად ძვალზე უწერდით რომ იქნება იყოს სტუმრა თუ აი მოვედი ადამიანი შევაწუხე და ვაკეთებთ პოდკასტს მაქსიმალურად ვისაც შემელება რომ მოგიყვანოთ ხოლმე სტუმრად ბაზარი არის ჩემი მხრიდან თქვენი მხრიდან საჭირო იქნება დაალაიქება და გამოწერათ ან მე მგონი სასიამოვნოა ყველაფერი თქვენი საყვარელი არტისტი იქნება ვიდეოში რა ქვია ამ კაცს ბადი ჩუმად რა ხდება ეხა ბიჭო ბადი მოიწინა მეგობრებო ეზოში გადი ეზოში თამაში ბადი ეზოში გადინა ხოდა აი ეს საწყისების თემა რა კიდევ ერთხელ გავიაროთ კაროჩე მე ხა ეს ევრომიქსის თემა თქვენ მიხსენებია მაგრამ აი ეს როგორ ჯერ იყო სოლო თემა იყო და მე იყო კაროჩე ეს ცხოვრების ჯარისკაცების თემა ხო არ უბრალოდ მოიცადება ჯერ ხო ჯერ იყო ცხოვრების ჯარისკაცამდე შხეფი ხო ნუ ხო ეგ კიდე რაღაცა ცოტა ისეთი იყო მეორე იყო კიდე პირველი იყო ვაფშე რომ გავიჩითე რა დავიწყე რაღაცები მომინდა უცბად რომ რაღაც გამეკეთებინა და დავიწყე რაღაცების კეთება გავიცანი ვიღაცები რა მაშინ ძალიან ცოტა მიცოდა ეხლა ჰიპ-ჰოპი და რაღაცა რეპი და რაღაცა მეც ძალიან ცოტა ვიცოდი ჰიპ-ჰოპზე და რაღაცებს ჩემი აზრით ჩემი ლოგიკით და რაღაცებით ვცდილობდი დამელაგებინა რაღაცები მე აღმოჩნდა რამოდენიმე ხანში რომ კიდე ვიღაცები არიან დაინტერესებული და რაღაცა შეკრების ადგილები გავაძრეთ რაღაცეები და ნუ გავიცანით ერთმანეთი რას დავმეგობრდით და რაღაცა მე წამოვიდა სადღაც რამოდენიმე წელში უკვე ძალიან ბევრი წამოვიდა ნუ აი როგორ გითხრა ჰიპ-ჰოპზე დიდი ინფორმაცია არ ქონდათ არც იცოდნენ რა იყო ჰიპ-ჰოპი თუ რაღაც მაგრამ ნუ სურვილი ქონდა ყველას რომ კაროჩე ვინც რაღაცა ძველ ბიჭობას არ აწვებოდა თუ რაღაცა აქ მოეძებნა თავი თუ რავი რა დავარქვა არც ვიცი ახლა ხო და ძალიან ბევრი ადამიანი გაიჩითა რა ერთი პერიოდი მახსოვს
აია იყო სტუდია და თავისუფლების მეტროს უკან გრიბოედოვის თეატრში იყო ბოლოს არწუზე რა და თავისუფლების მეტროსთან იყო ამ რეპერების ბირჟა რა და ბირჟა რა ნუ ყველა რომ მოდიოდა იმ სტუდიაში ჩამაწერინე თუ რაღაცებს თხოვდნენ და მე ნუ კაროჩი აქ ბირჟაობდნენ ამ მეტროსთან რჩებოდნენ და აი რა რომ გამოხვიდოდი ბრონქსი გეგონებოდა იმდენი იყო ჩაჩაჩული შარული წერდით ხოლმე თქვენთაზესთან თქვენი სასტავი აიაში წერდა ორფეიში ცოტა ისეთი პონტი იყო რა ორფეიში უფასოდ არ წერდნენ რა თავიდან და აქ უფასოდ $40 იყო თამაში ამაყუთი იყო ხო და აქ უფასოდ წერდნენ რა კასეტებს უშვებდნენ მე ყიდიდნენ და იქიდან იღებდნენ მაყუთებს და რაღაცა მოდი ჩაწერეთ იყო რა და რა ყველა მანდი იყო რა რაღაცა ისეთი პონტი კონცერტები კეთდებოდა რაღაცნაირი რომ საშინელება რა თქმა უნდა მაგრამ ნუ რაღაც ძალიან ბევრი 50 რეპერი და რაღაც ბანერი არ ყოფნიდა ხოლმე ამატებდნენ რა პროსტინებზე წერდნენ და რაღაცას ჩამოკიდებდნენ მიწებებული რო იყო ჯერ პირველი ბანერი და მე ქვემოთ რაღაც ბანერები კიდე რო ემატებოდა კონცერტამდე რა შემსრულებლები გუსრულებდნენ მეც გამოვალდა რაღაცა და ასლარს მოგცემ თუ რაღაცა და ბახ იმასაც ვწერდი მაგარი დრო იყო ეხლა რო ვადარებ რაღაცებს ანუ აი ეხლანდელი არტისტები ბიჭო ნოსტალგია როგორ არ მაქვს არ ვიცი მე ხარ ჰიპ-ჰოპის და იმ დროის ნოსტალგია მაქვს თუ იმ ახალგაზრდობის და იმ წლების მაგას ეხა ისე ხო ესე ვერ ვიტყვი მაგრამ რაღაცა იცი რა იყო მაშინ რომ რაღაცა მე ანუ ნაკლები ინფორმაცია იყო მაგრამ მეტი რწმენა იყო რა მე მგონი რა ეხა რაღაცნაირად ბიჭო აი ეს ცოტა ვატყობ რას იცი რომ აი ცოტა ისინი რაღაცა აფერისტობა თუ რა რაღაცა შექმნილი ტიპები უფრო აი რაც არ არიან იმას ბაზრობენ რაღაცა რაც არ ნახიათ ხო კი და ანუ თვითონ ჰიპ-ჰოპიდან გამომდინარე პირადად ბევრს არ ვიცი რამდენიც გავიცანი вообще სხვა ტიპის წარმოდგენას ტოვებენ და მე რო გავიცნობ თურმე სხვა ადამიანია вообще რა ანუ განსხვავებული რადიკალურად და მე ხა ვიღაცებზე მითხრეს რაღაცა იმ დღეს ნახე ხარ დავაკონკრეტებ ზაზა ვნახე რა და ვიღაცებზე მითხრა რა აუ ვიცი რა კაი ბავშვებია вообще სხვა ტიპები არიან თუ რაღაც და მე კაი კი არ არის და იქიდან კამერიდან ლამისო გადმოხდეს ტიპი და ისე რომ ლატაობს და ბადი გვიშლი ხელს ეხა რა პონტია და მიდი ეხა ტადი იქით აწექი თუ იქნები წყლად იყავი მაგრამ ეხა რო გადიხარ რამე არ გამოგვირთო ბრატ ხო და ნუ აი ხო ხტები რას ვამობ რა ადრე ანუ ვერ იბაზრებდნენ რა ეგრე რა ანუ ვიღაცას რაღაცა ისეთ ებაზრა ისეთი ებაზრა რომ არ იყო ანუ კარგად არ წავიდოდა საქმე რა ყველასგან რაღაცა ცოტა ცუდი შეხედულება ქონდა და რაღაცა და იმიტომ რომ იქაც რაც გვესმოდა იმ ინგლისურიდან და იმ ჩვენი ინგლისურით კიდე რასაც ვთარგმნიდით სულ მაგაზე იყო რა ბაზარი რომ აი ეს wannabe ტიპები რომ ვითომ მინდა ტიპები რომ მაგაც სულ აჯვავდნენ და ანუ რაც არ იყვნენ იმას რომ ვაეროდნენ აი მე ორი კომანდა უწერდა ეგრევე რომ რაღაცა ცხოვრებაში არ გისურია ბიჭო ჩემ გვერდზე ქუჩაში ცხოვრობდიო და რაღაც ბლატაო და ნუ კაროჩე რა ხო ხტები აი დღეს უფრო რაღაცა შოუ მეტია ხტები რაღაცა შესაძლებლობა მეტია რავი ვერ ვიტყვი რომ უფრო ცუდად აკეთებენ არ აკეთებენ ბევრად კარგად აკეთებენ იმიტომ რომ სხვა უფლებაც არ აქვს ამდენი შესაძლებლობით რომ უფრო ცუდად გააკეთონ რაღაცეები მაგრამ რაღაცეები აი სინამდვილეები დააკლდა რა იქ უფრო ბევრი ნამდვილი იყო ჩემი აზრით რა მე მგონი რა მაშინ რაღაცა რწმენაც ეგეთი იყო ხოდიც ეგეთი იყო და რავი აი ცოტა რაღაცაში ყველაფერი ნამდვილი იყო მიმიღო ხო კი ხე რაღაცებს გთხოვს გარეთ გამიყვანე და რაღაცებს გეტყვის ტყეში გინდა ოპა თამაში ბადი გვიშლი ხელს ეხლა всё აი აქ იყავი და всё გაჩერდა ტაჯიკი ხო ჭკვია აი შოუს თემა ახსენე და სანამ YouTube-ზეც არ კითხვები გამოუშვეს ჩვენმა მაყურებლებმა და სანამ YouTube კითხვებზე გადავალთ რა იყო თემები რომ ფაქტურად მთელი შოუ ბიზნესი გადისე და მე შემოხვედი შოუ ბიზნესში და უშუალოდ დუეტებში რა ხო იყო ერთ თემა რომ აი გამეკეცით და თემები და იქით და აქეთ რა და ბევრს რო კითხო ეხა მაგალითად ის ტრეკები უფრო მოწონთ რა ხო იცი ზაზაზეც იცი ხო ძველი ზაზა მაგარია უფრო და რაღაცა და ადამიანი ხო ვითარდება და ახალ ტრეკებს აკეთებს ახალ ვიდეოებს იღებს და სხვადასხვა თემებში და აი ეს ძველი თემა როგორ მოხდა მაგალითად ანუ კაბურო გაიცანით ჩერეს კაბუ თემები იყო თუ ბიჭო პირველად რაღაც ეგენი რაღაც გამამწარეს ანუ ის იყო რა რადიოში კარში სპეციალურად არ ვქონდა ხე სურვილი რაღაცა ისეთი
ჩვეულებრივი სიმღერები ჩაგვეწერა რაღაც ხალხზე გათვლილი და მაგრამ მოგვინდა რომ აი რადიოში იყოს რა ჩვენი სიმღერა გავიდეთ რადიოზე რაღაცა და გავაკეთეთ სპეციალურად რა გვიყვარს ჩვენ დავარქვით არ ვიგინებოდით რაღაცა ფორმატები დავიცავით რაღაცა ცენზურა იქით-აქეთ და ავიტანეთ ამ რადიოში და ეს ტიპი გვეუბნება რა რომ ყველაფერი კაია ძალიან მომწონს მაგრამ იცი რა აი მევასებაო არისო რა სიტყვაო და ესო როგორ შეიძლება ანუ დაგვიბრაკა რა ხო ხვდები რა მიზეზ დოს მარილი აკლია გაგვიკეთა რა და ძალიან გავბრაზდი რა და რომ წამოვედი მე მივაყოლე ყველა რა და უცბად ამ გაბრაზებულზე კარგად წაიღო რა და ჩავწერე. ნუ მე ეხლა რა ასაკთან ერთად გამოცდილებაც მეტი მივიღე, რაღაცა შესაძლებლობებიც მეტი დავინახე და მარტო ამ რაღაცა რიტმების წერაში და რაღაც სიმართლის თქმის გარდა რაღაცა ცოტა ეს პონტიც გამისწორდა თვითონ ამათ ამ სხვა კატეგორიის ხალხთან მეგობრობა, ურთიერთობა გავიზარდე რაღაცა მე მუსიკოსებში დავიწყე ტრიალია მუსიკოსებში მუსიკა ბევრად კარგად გავიგე ჩემთვის იყო მარტო რიტმი ხვდები რაღაცა პონტი იყო ეს ვაიბს გზნობდი ამ ფონოგრამას რა მქონდა იქიდან მომწონდა მაგრამ ამ ფონოგრამაში შიგნით რა ხდებოდა აზრზე არ ვიყავი რა რაღაცა უბრალოდ ნუ რიტმი ვიცოდი და იმას წერდი და მე ცოტა ღრმად გავიგე თვითონ ფონოგრამა როგორ ეწყობა შიგნით რა ხდება ჩაწერის პონტი და მე ვაფშე სიმართლე რო თქვა მაგან უფრო იმოქმედა ჩემზე რომ ნაკლები რეპი გავაკეთე რა ყოველდღე ტექსტს წერდი ხო ხვდები არ შემეძლო რომ დღეს 3-4 ტექსტი მაქვს დაწერილი ბავშვობაში და ნუ ხარისხი სხვა საკითხია მაგრამ წერდი ხვდები და მე ამ მუსიკის კეთება მისე და მაინტერესა რომ მთელი ჩემი ინტერესი გადავიდა ამ მუსიკის კეთებაზე ამ მიქსინგზე რაღაცეებზე და ამან წამართვა მთელი დრო რა როცა რაღაცას აკეთებ და თუ რაღაცა გინდა რომ ისე გააკეთო რომ მაგრა გამოგდიოდეს, ანუ 100%-ით უნდა კონცენტრირდე იმაზე, რასაც აკეთებ და ეხლა 5 რაღაცას ერთად რო აკეთებ, ხო? არ გამოგდის და მით უმეტეს კიდე სხვა რაღაცას თუ აკეთებ, უფრო მონდომებით რა, ვიდრე რაღაცას იმ. თავიდან აი როგორც შენ თქვი, იყო ერთ თემები, რომ რაღაცა რეპი ნაკლებად რადიოში, მაგრამ მე რაღაცა წამოვიდა ესეთი პერიოდი, რომ განსაკუთრებით გოგონები არ ეწერებოდა ტრეკი, სადაც შენი ხმალისმოდა. ხო. ფაქტიურად. ხო, მაქედან ანუ ეგ იყო რა, ანუ აი რადიოსაც რაღაცა ცუდი ფორმატი ქონა, მათი ლექსენი გადიოდა რადიოში, იმიტომ რომ იმასაც მოგვარებული ქონდა იქ ლონტისგან, იმისგან რაღაცა და ისე იყო რა და მე შავი პრინცი იყო ძალიან ისე. მე შავი პრინცით შეძვრა და იდეაში მე რაღაცა ხოდებს გეუბნეოდნენ სტრანს რა. აუ იცი აქ ჩვენთან როგორ უნდა გაიჭითო რომ ვინმე ვინც ჩვენთან ტრიალებს უკვე ჯერ იმასთან დუეტი უნდა ჩაწერო, მე ის ტრეკი რო გაიჭითება, მე უკვე შენ შეგიძლია რომ შენი სოლოზე ნუ რაღაცა სისულელეის ქონდათ რა, რაღაც ვინ ულაგებდა, ვინ ასწავლი და სად კითხულობდნენ, არ ვიცი, მაგრამ თავისი წესები ქონდათ, ნუ ინტერნეტი რა თქმა უნდა არ არსებობდა. და ჩემი ყველაზე დიდი ესე იგი პლატფორმა იყო ინტერნეტ კაფეები რა. მე გაიჭირდა ეს ინტერნეტ კაფეები, სადაც კაუნტერი იყო. რაღაცა ვირუსივით შემოვარდა და ყველა ახალგაზრდა, ყველა ბიჭისთვის და ყველა ანუ მთელი მუღამი იყო რომ დაღამდეს და ის 3 ლარი ღირდა ღამე თუ რაღაცა 5 ლარი თუ 3 ლარი მთელი ეგ იყო დღე ამატებდი ძვირი ღირდა 5 ლარი თუ რაღაც ღირდა საათი ხო და ანუ მთელ ღამეში იხდიდი ჯეტი არ იყო მაგდროს არა ჯეტია თო იმა კაუნტერი იყო მარტო და აი გლდანში იყო გაგრას ინტერნეტ კაფეები ჩემი მეგობარი იყო გამაცნეს ეს ბიჭი ინტერნეტ კაფეები მაქვს რაღაცა და ეს ტიპი კაროჩი ამ ჩემს სიმღერებს წაიღებდა და დისკებს წერდა რა 15 ლარა და 10 ლარა და ვიღაცებს უწერდა რა თუმცა მთელი ინტერნეტ კაფე იჯდა და ეს კაუნტერს თამაშობდა ყურებში ძვალი და ეს გინებები და ხოცავდნენ კაროჩი ერთმანეთს რა და მე ერთი ისეთი რაღაც მოხდა რომ ეს სადაც სტუდიაში ჩავწერე რა რამოდენიმე წელი ეს ბიჭი კომუნა რეკორდსი იყო რა და ეს ბიჭი წავიდა რუსეთში კაროჩი რაღაცა იქ იცხოვრა და ერთ წლის მერე თუ რაღაცა შემხვდა რუსთაველზე შემთხვევით და მეუბნება რომ აუ ბიჭო როგორი პოპულარი რაღაცებს რომ მეუბნეოდნენ ბიჭო არ მჯეროდა რა ანუ აი არს ტელევიზიაში მე არ ვიყავი რადიოში მე არ ვიყავი და ნუ ხო ხვდები ინტერნეტი არ იყო რა მეტნაკლებად სახლში ვამოყრე ინტერნეტ კაფეში კი იყო კონკრეტულად იქ რო უსმენდნენ იქ ვიცოდი მაგრამ იქ რომ მივდიოდი არც იცოდნენ რომ მე ვიყავი პროსტო უსმენდნენ ხო ამაღლა თუ რაღაცა და ხმამაღლაც ეგ იყო ჩართული ყურებშიც ეგ იყო ჩართული მე პატარა ინტერნეტი სადაც მივდიოდი ყველგან ეგ იყო რა ჩართული და მე კაროჩი აღმოჩნდა რომ ეს ტიპი მეუბნება რომ ისო რომ სიმღერებიო შენიო ჩამიწერეო რა დისკზეო მომაწოდებო მე აღარ მაქვს რა კომპიუტერში და მინდაო რა და ბიჭო არც მე არ მაქვს თქო რა ამას მეუბნები და
იქ რა არ გაქვს, ვიდი მოსკოვში უსმენენ შენ სიმღერებს და შენ აქ რო ხო და წარმოიდგინე იქიდან ჩამოვიდი იქაც იცოდნენ რა ქართველებმა ხო ხტები გააძრეს და მოусმინეს რა და ну აი აქ ცოტა ისე იყო. აი ინტერნეტ კაფეებში ეხა დღესაც ტიპები რომ ხტებიან ცოტა ისეთი 5 წლით ჩემზე პატარა 5 წლით ჩემზე დიდი ვიღაცა, ну რაღაცას რო ბაზრობდი, აი ცოტა ხანი რომ გაიხსნებიან, გავიცნობ და აუ რომ მიყვებიან, რომ ამეები აქვს ჩემს სიმღერებზე, replay-ზე და ну ეგ ხო ისეთი ტიპები მოდიან, რომ აი ჩემს ტეკებზე როგორ გაიზარდე, ჩემზე დიდი ხარ მეთქი, ну არ არის თურმე ჩემზე დიდი პატარაა, ჩემზე 10 წლით და რაღაც ეგეთი ტიპები მეჭითენ. ჩიტება ხოლმე ეგ თემა. კიდევ მე ის პერიოდი ძალიან კარგად მახსოვს, მაშინ ეს ცხოვრები ჯერესკაცის თემა რო იყო. გრაფი იყო, ქადარია იყო, გერცი იყო, გრინჩი იყო კიდე. მე სხვა თემაში გადავიდა ის ბიჭი როგორც მახსოვს და მე საერთოდ დაგვტოვა, როგორც ვიცი. აი ეს თემები და კიდე აი ეს თემები რო იყო, ხო ეს ქულიო რო იყო ჩამოსული და კაბუ და ქადარია რო შეეჯებინა, აი ყველაფერი ხო ხტები ჩემი თვალით რომ ნანახი მაგდა რაღაცა, კაი იყო ეს ყველაფერი მაშინ, თუმცა სხვანაირად ხდებოდა ხოლმე ყველაფერი და მე თანდათან ესე იგი ამ შოუ ბიზნესში რო შემოხვედი მაგალითად ეხა ის შენი და მაიკოს თემა რო იყო ჩემო თბილის გალაკო. აი ეს თემა მაგალითად როგორ მოხდა კიდე მაგაზე დავუშვათ, ანუ უფრო შენი ინტერესი იყო, უფრო იქინა დაინტერესება აქედან თუ როგორ მოხდა ეს თემა. ბუჭონა მე და მაიკო მეგობრობდით, ანუ დავმეგობრდით სანოში გადავედი, ანუ სანოში ვაკეთებდი რაღაცეებს და სტუდიაში და ანუ ერთი სიმღერა ქონდათ გაკეთებული იმედის დილა, ეგეთი რაღაცა იყო რა. აი ბოდიში გაწყვეტე მშვილზე რო ქონდათ კიდე გაკეთებული. აი მევასებოდა ხოლმე ეგ ტრეკი მაგრამ კიდე ძალიან. ხო, ну რაღაცა ქონდა მაიკოსაც იქ ზაგატოვკები რაღაცა მე რომ მივედი და ის მაშინ კიდე ხოძზე ვიყავი. აი ხა უფრო ნაკლებად ვარ რაღაცები ვაკეთო რა და მაშინ აი ხო დავაი გავაკეთოთ ბახ მეორე დღეს ტექსტით მოვიდოდი, გავწულ ეგრევე ჩავწერდით რა სტუდია იქ იყო, ის იქ იყო. რაღაცა ხო ხტები და უცბად გვარდებოდა და ან მქონდა რა მოამიც იმის რომ ეკეთებინა რაღაცები უფრო მეტად და ან ჩვეულებრივად რა პროსტა აი რო ზიხარ და დავაი მოდი ეს გავაკეთოთ ეს და ეს თბილისოზე იყო რაღაცა გაკეთებული იმედის დილა იყო რა იმედის ქრისტინე იმედაძე და ვიღაცები იყვნენ ამ როლიკში რა რაღაცა იმედის დილა იყო და ამის როლიკი იყო ხუდი და იქ იყო ჯეიზის ფილინით გაკეთებული რაღაცა და იმაზე უხდებოდა ძალიან რა ეს რაღაცა და ბოლოს თავდებოდა მაიკოს ბეკებით ჩვენ იმერი ჩემო თბილის ქალაქო თუ რაღაცა ზღეროდა რა და აუ ეგრევე რაღაცნაირად მოდი ის გავაკეთოთ და დავაი გავაკეთოთ უცბად და გავაკეთეთ რა იტოქში და ძალიან მაგარი გამოვიდა იქ 7 კაცსა ჩაერთო იქ რაღაცა ხო ხტები და ანუ საბოლოოდ მოვიყვანეთ ეს ლაღიძეს შვილი და რაღაცა ამაზე რა უფლებებზე ხო რა დაგთანხმდა მოეწონა ძალიან და მე აკეთებდა საქართველოს რა ეს თბილისის მერიას გაუგზავნეთ ვიღაცეებისგან რომ ეხო აკეთებდნენ მე მიყვარს ბათუმი მე მიყვარს ზუგდიდი რაღაცებს აკეთებდნენ რა ანუ აი რაღაცა მეჯდო პროჩიმ ტერეკებს თუ რაღაცას და ანუ მან გაუგზავნეთ რომ ნახე რა მაგარი სიმღერაა და იქნებ გადაიღოთ იქნებ გააკეთოთ და აროჩე 2 წელი საერთოდ ყურადღება არ მოგვაქციეს 2 წელი იდო ეგ სიმღერა მარტო ქალაქური როა ის კლუბი იყო ქალაქური სანაპიროზე რა სიონ იმასთან საპატრიარქოსთან და მაგ კლუბში იყო ერთი ბიჭი მოკლეს მე ძალიან კაი ბიჭი იყო ერთი თორცები დაჩი ერქვა რა დიჯეი იყო რომელსაც მაგრა ევასებოდა და ამას გამოვარტო ამაიკოს და ანუ რაღაცა საღამოში ერთი 3ჯერ 4ჯერ უკრავდა რა ეს და ანუ მარტო მთელი გულაობა იმ კლუბში იყო ამ თბილისოზე რა და სხვათა შორის აი რაღაცა სტრანადარი რა შეიძლება ძალიან მაგარი და ძალიან პერსპექტიული სიმღერა გქონდეს მაგრამ თუ ის რეკლამა არ აქვს რა თუ ის კლიპი არ აქვს და თუ მოგხვდება ეხა შენ თუ არ აქვს რას კრუტკა იტოქში ცოტა ძნელია რა რომ ხალხთან მიიტანო და რაღაც და მე ნუ რაღაცნაირად 2 წლის მერე ხო ხტები 2 წელი აი სიმღერა აღარც მაინტერესებს აღარც მახსოვს თუ რომ გავაჩერო შეიძლება მეტი გაუშვი ესე იგი 2 წლის მერე გაჯაზდა ეგ თემა ხო რა და ეს 2 წლის მერეც ძალიან დიდი რეკლამით და კაროჩე ავიყავდა რომ გავიღვიძეთ ეგ ძალიან გამიკვირდა რომ მითხე მეთქი თავიდანვე რაღაცას ატაცებული თემა არა 2 წელი გვედო ეგ სიმღერა მე მარტო იმ ქალაქურში უკრავდნენ რა და მაგრა გულაობდნენ სხვათა შორის ყველას ევასებოდი გვინც დადიოდა მაგრამ ძალიან ისეთი წრე იყო რა 150-200 კაცში ტრიალებდა რა სუდა მე უცბად რაღაცნაირად ბიძინა მოვდივარო რო თქვა აი მოვარდნენ და ჩქარა 3 დღეში უნდა გადავიღოთ და უცებ ხო რა რაღაცა აბა ჰე და აბა ხო და რაღაცა და ნუ რაღაცა ვერც მივხვდით ვაფშე ისე გადაიღეს ეს კლიპი და
აი ვაფშე ვარდს გახსოვს სიმღერა და რომ აღარც ის მუღამიც რო აღარ გაქვს რა, აი რაღაცა მაგ პერიოდში გადაიღეს და თავიდან შემაყვარეს, მე რაღაცა იმ ხელა ფიდბექი წამოიღო მაგ სიმღერამ და ისეთი პოპულარული გახდა, რომ ძალიან გაასწორა კი და ანუ ასწორებს რა ეგეთი დიდი რაღაც თუ აკეთებ, დიდი უნდა გააკეთო. ეხლა რამზე ვიწროწრეზე მორგებული და მარტო რეპერი ვარ თუ რაღაცა ეგ რაღაცა 17-18 წლის რო ვიყავი, უკვე დავტოვე ეგ პონტი რა. მე უკვე რაღაცა ცოტა მეტი ინტერესები მქონდა რა. ის თემა რომ გაიჩნდა ერთი პერიოდის exhibit-ის თემა და თელი თემა ჩამოყვანები და რაღაცა. აი თემა როგორ იყო? იმიტომ რომ პატარა ამბავი არა, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ ბავშვობიდან მაგისტრეკებს უაკეთებ და წერ და უცებ ტიპი ჩამოყავს და ერთად იჭიტები და ხა წარმომიდგენია ფაქტურად კეთილი შურით შურსოთ როგორი გამოდგა ეგ თემა რა რომ ხო exhibit-ი ჩამოვიდა. Ну რაღაცნაირად ხო მოხდა ისეთი რომ დამფინანსებელი გაიჩიტა რაღაცნაირად და იყო ერთი ტიპი სადღაც ქონდა ეს კონტაქტები რა და არა ფული თუ გაქვს არავის ჯო ვისაც გინდა იმას ჩამოიყვან რა არ არის პრობლემა რა თქმა უნდა და რაღაცნაირად მოვახერხეთ და ჩამოვიყვანეთ რა მაგარი იყო რომ exhibit-ი ჩამოვიდა და ეს სანაპიროდან არის ასასვლელი ბამბის რიგში რა და ეს გამოფენა თუ რაღაცაა და ამ კიბეებით ადიხარ და ამ მოვიდა რაღაც ასტროდან და ასე კონცერტზე უნდა ჩამოვიდეს იბაზროს და ამოდის ამ კიბეებზე და ბახ შუქი ჩაქრა რა აუ ტიპი გამოშტერდა რა ხდება რაღაცა სტრანი რაღაცები დაემთხვა რა ნუ ისეთი იყო რომ მეგონა რომ აი ბავშვობიდან სხვა შეხედულება მქონდა უფრო რომ მეთქი ამ დრო გავირო ნახავ რაღაცა სხვანაირად მეგონა მაგრამ რომ ნახე რაღაცა დიდად ვერ ვიკაიფე სიმართლე რო გითხრა რა უფრო გიტრუხდება მე რაღაცა ხო გიტრუხდება და თან რაღაცა კამერის წინ ხო რა აი წეღანასაც ვაზრობდი რა ეგენის ანუ ჩვენ ანუ კიდე რა გქონდა იცი რომ რაღაცნაირად გუჯეროდა გაიგე კამერის წინ ასაც ხედავდით იმ რაღაც ვიდეოებს რო იღებდნენ და რო ისროდნენ და რაღაცა აუ ეგეთები არიან ბლატნოები და მაგას ვიჯერებდით რა რეალურად და არა და ჩვეულებრივი შოუ ბიზნესის წარმომადგენლები არიან რომლებიც არიან ორიენტირებული ფულის შოუნაზე რა. exhibit-ი იყო, ჯონ ჯონსიც იყო. ჯიმ ჯონსი იყო, ხო, ჯარული იყო და გულიო. ანუ გულიო ერთხელ იყო. ხო და თან პატარა 150 კაციან კლუბში იყო, მთელი ამბავი რა. ეს სტრანად უცბად მოხდა და რაღაცა ერთი თვის განმავლობაში რამდენი ისე ხუდი არ იყო მან დუეტების თემა და იყო კი გაკეთდა რაღაცები გაკეთდა კი მაგრამ დარჩა ისო თაროზე რა ნუ არაფრის მომცემი ტრეკები არ იყო და ნუ აი exhibit-თან ტრეკი მაგ პონტი იყო ხო არ ხო მაინც ის არის ხო მაგრამ ნუ რაღაცა მოვიდნენ ხო რა ნუ ეხა ცადუნა წაგეღო რა ხო ხტები იმის გამო აი თბილისში და ვიღაცამ დაგაფასოს რომ exhibit-ის ანუ ეგ ცოტა ნაკლებად არის რა რა მე მგონი რა თუ თვითონ ტრეკი ცოტა ისეთია არ შემდგარი და პროსტა მოდი უსო ჩავწო რა ის რაზე ბაზროს შეიძლება რო ვერ გაიგებ რაღაცები ქონდა ჩაწერილია რა ისე თაროზე დარჩა ეგ მოისმინა მაგის ტრეკებზე რო ქონდა თუ არა ნუ ვაინახე მე არა ხო არა არ მოსო პროსტა ნუ ბაზაში უთხარი რომ რაღაცები შენ ტრეკებმა გაკეთებული თქო ქართულად ხო და არ გაუკვირდა ხო რაღაცა exhibit-ი ისეთი როჟა იყო რა უკვე MTV-ს ყავდა უკვე დიდი ხანი წაყვანილი ხო ეს Pimp My Ride და ისე იყო რომ უკვე ანუ ვაფშე ვერ შეატყობდი რა რეპერი და gang bang რაღაცა ვაფშე არ ქონდა რა ვაფშე სხვა ტიპი იყო რა რაღაცა დაწყნარებული დამშვიდებული ბიზნესმენივით გებაზრებოდა რა რაღაცა სხვა ტიპი იყო ის იყო ჯარული იყო ცოტა ხულიგანი თუ რაღაცა ბნელი ცოტა რაღაცნაირი ტიპი იყო ანუ იმინა რეპერია შეხედა არა აი რაღაცნაირი ბანძი ტიპი იყო ხო აი რაღაც როგორ გითხრა ხო რა აი რაღაცა ისეთი რაღაცები აკეთა რომ აი ცოტა ტეხავს რა და ავტომატები რო დაინახა ეს დაცვა თავიდან ცოტა არ გველაპარაკებოდა რა ტიპი რა ცოტა ისე იჯდა რომ რაღაც თავის კამანდა ყავდა ჯერ 12 კაცთან ჩამოვიდა რაღაცები დაარქვა ეს პოვარია ეს მასაჟისტია თუ რა დიდი კამანდა ჩამოიყვანა რა ძალიან და რაც ჰონორარი გადაუხადეს ორი იმდენი ბილეთები დაჯდა ხო და კაროჩე ამ კამანდას და რაღაც მოყუჭდნენ ამ სმის დროს თუ რაღაცა რა ჭამის დროს და რაღაც რო ველაპარაკებოდა ისე გცემდა რა პასუხებს რა პროსტა რა თავიდან მანების გახვედრებდა რა და არ ჯარული ვარ და რაღაც არ მაინტერესებს რაღაცებს ამბობდა რა თავისთვის მე ჯარული ვარ და რაღაცები ეს ქართულად ვაგინებდი აქედან რა და ვეციგებ ხო რა და ერთი პონტი იყო ერთი ტიპი მეუბნება რომ
მოდიო რა ისო ვაჩვენოთო რა ქართული სადღეგრძელოებიოს უფრო მეთქი დაანებე რა მაგრა კიდი არ აინტერესებს ხა ვერ ხედავ მაიმუნია რა უნდა გააკეთოს ამან ვერც მიხვდება ვერაფერს და არჩი არა მიდიო და არის სადღეგრძელო მეთქი მე არ ვიტყვი აი ამან თქვას თუ რაღაცა და ერთი ჩვენიანმა წამოდგა და ნუ აი რაც ჩვენ გვიყვარს და რაც ჩვენ რასაც ვაფასებთ და რაც ჩვენთვის ძვირფასია და რაღაც სადღეგრძელოებს ამბობს რა ნაჟა და ის უსმენს რა ნუ ჩვენს ტოსტები გვაქვს რა რომ ესე ყოველ ჭიქაზეო ამას სვამთო და მე ტოსტი თქვა რა და აუ სწორად გავიგეო ისე ხო for money and pussies გარომა ეგრევე აჯახა რა და საღო მეთქი მე ავტომატები დაინახა და აგიჟდა და დაითრია ეს ტოპები შეიძლება ხო და რაღაცა ნე ჩაგვიზმაკაცდა რა ეს ავტომატები რო ნახა და რო ათხოვეს თუ რაღაც ტოპები და აუ კამერა სადაც წითელი აინთებოდა ეგრევე 50 cents თითი ჰუდა რა ხუშაჩი ნეგა და რა ეს საქართველოსი ო რა ავტომატები მაქვს აი კაროჩე ცოტა სასაცილო იყო მაგრამ ნუ რავი მაგითი აკეთებენ იქ მან პოპულარიზაციას თავის თავებზე და ვითომ განგსტერები და ვითომ ან ისე რომ დაუყვირო გაიქცევა ალბათ არ ვიცი ჩემი გამომწერებისთვის მაგ ძალიან კარგი სიახლე მალე გაიხსნება ასეთი სტრაფიკების ობიექტი K-Bu რომელიც არის ბრგვალბახტან ბარნოვზე ამონათდება ხა ლოგო და შეგიძლიათ თქვენ მიხვიდეთ ჩემი პრომოკოდით თოკაფეთი და რა თქმა უნდა თქვენ გექნებათ ამ ყველაფერზე ფასდაკლება დანარჩენ ინფორმაციას პერიოდულად დაუძლებად მოგაწოდებთ. PvP-ის თემასაც რო შევეხოთ 1-2 სიტყვით, იმიტომ რომ თავიდანვე რო იწყებოდა ჟიურის თემაში იყავი შენ და შენაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა რა თქმა უნდა და როგორ ფიქრობ ხა მაგალითად ეს ყველაფერი იმან გამოიწვია რომ მაგალითად ცნობადი რეპში ცნობადი ტიპები რო გაიჩნდნენ ჟიურიში თუ ისედაც წამოვიდოდა ეს პონტი და მოიხოდებოდა არა მოიხოდებოდა რას ფიქრობ აქ თემაზე საერთოდ არა მოიხოდებოდა რა არის აი ზოგადად არ მინდა ხოლმე ზოგჯერ ისე აი ბიძას ტიპი გავიჭიტო რა რომ აუ ლედ ზეპელინებს მოусმინეთ ბიჭო ეს რა არის და რაღაცებს რომ ამბობენ ხვდები რომ ახალი არაზოს არ მოსწონთ და ის ძველი იყო მაგრამ აი ტიპი არ მინდა რომ გავიჭიტო რაღაცა ხო ჩემთვის არ არის ხა ძნელი მისაღები ახალი არ ვარ ეგ ბიძას ტიპი რომ რაღაცა ლედ ზეპელინები და იქ რაღაცებს უსმინო მარტო და რაღაცა ხო ხდები რა და მარტო აი ჩემია კაი და თქვენი არ ვარ გა არ არის პროსტა რა არის აი ჩემი ცოტა ეს შენიშუნა რა აი ჩემი შენიშუნასავით რა იქნება იცი მანდ რომ აი როგორი რაღაცა იცი აი დავუშვით მე ვაკეთებდი exhibit-ის სიტყვაზე ვამბობ ქართულ ვერსიას ხო მაგრამ მე რასაც ვლაპარაკობდი ხო სუფთა თბილისური იყო და სუფთა ქართული იყო რა ანუ აი იქიდან არ თარგმნიდი და რაღაც ხო ხდები და ეხლა როგორი პონტია იცი ეს PvP-ის ბეტლები რაც არის ხო ანუ თუნდაც რუსული ავიღოთ ნუ უმეტესობა რუსულზეა გაზრდილი რა იმიტომ რომ რავი უფრო ესმი და არ ვიცი ზოგი ხო ამერიკულზეც და ძალიან მაღალ დონეზეა ხა რუსეთშიც ამერიკაშიც ეს PvP და აქაც ნელ-ნელა ფეხს იდგამს და ფეხს იდგამს კი არა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია ჰიპ-ჰოპის წარმოიდგინე ხა მონოჰოლში ტიპები რაღაც 1500 ბილდს და 1200 ბილდს რო ყიდიან ხო იგივე არტისტები რო გამოიყვანო და პროსტა კონცერტი გააკეთო 200 ბილდს ვერ გაყიდი ხვდები ხო ანუ აი რაღაცა ესე იგი მოსწონს ახალგაზრდობას ის ახალგაზრდობა ისე მოერგო რომ ეს ახალი თაობა რაზეც არის გაზრდილი კაკრას იმ გარშემო მსმენელიც ეგრე ყავთ გაზრდილი ხვდები ჩემი პონტი არის პროსტა არაქართულია რა ეს არც თბილისო არც ქართული პონტი მაკლია მანდ რა შეიძლება და მაგ პროექტის გაკეთება უფრო ქართულს ან რამხრივ გულისხმობ მაგალითად რა კუთხით ანუ აი რა არ მომწონს იცი აი რაღაცა რომ ერთმანეთს ისე ელაპარაკებიან აი პროსტა ვინ უფრო მეტ ცუცს ეტყვის პონტია ხვდები და რეალურად ჩემთვის ეგ პროექტი მაგას არ ნიშნავს ჩემთვის არის უკვე შემდგარ ტიპების ბეტლია რა და შემდგარ ტიპებს თავის შეცდომებზე ელაპარაკებიან რა კონკრეტული ფაქტებით კონკრეტული რაღაცა პასუხი აქვთ მოსათხოვი და იმას თხოვენ ხვდები რომ შენ ამ წელს ეს თქვი შენ მე ეს გააკეთე ხო ხვდები და ამაზე თხოვენ პასუხს რა ჩვეულებრივი რამსია რა ბლატაობენ აი რავი რომ ხო რა ეგ პონტია და აქ ეგა მაგას ვერ ხედავ ხვდები აქ პროსტა აი ეხა პელემ და იანგ მაიკის ბატმანო
მან იყო რა ეგ პონტი რა ხო ხტები ეს პელე რო გამოუვარდა და გაროჩი აი სულ ფაქტ პირველი რაუნდის მეორეც და მესამეც მე მგონი ჩემთვის მანდ ხა უდაოდ იყო ეგ ბაზარი რატომ რა ზოგჯერ ხო აი კიდე ვერ ვიგებ ზოგჯერ ვიღაცები რატო იგებენ ანუ რაღაცებს ხო აი რაღაცები იყო იქ აი Skyresi იყო ერთხელ პირველად რომ მივედი მე არ ვიყავი მან ჯიურში სხვასთან დავდექი ჯიურში თუ რაღაცნაირად დაჭრილად იყო და ძალიან კაი ბიჭია ის მოსკა ქვია მე მგონი ვის ვისაც ეჯიბრებოდა რა და ნუ ეხა უდაოდ ამ ბიჭმა მოიგო ხტები ეხა აი არ მესწავლება რა და უსოდ გამოდიან და იმან მოიგო ხტები აი რაღაცა აი პატარა ნიუანსები პროსე რატომ მომჟიურს ვეკითხებოდი აბა რანაირად ბიჭო თუ რაღაცა ცოტა რაღაც პასუხს ვერ ცემდნენ წამომეთქი მე ვერ დამთავრდება აი ხო დაიდება და მოდი დავждდეთ და გავარჩიოთ ამოდი ჩემთან აბა ვინ როგორ მოუგო სიტყვაზე ვამო აი ეგეთი რაღაცეები არის კიდეც პატარა ლაფსუსები რა და თავარი რაც არ მომწონს აი იცი რა არის იმინა აი რუსული პროექტი არის რაღაც ამერიკული პროექტი უფრო აი რუსულში უფრო რაღაცები პროსე ჩავრთე მე ნუ არც არაზრს არ უყურებდი მაგ ბეტლებს და ისე მოხდა რომ პროსე დამაინტერესა რა ხან ჟიურში ვიყავი პროსე და მაინტერესებდა აი რუსები როგორ აკეთებენ და ძალიან მაღალ დონეზე აკეთებენ რა და პროსტა ანუ ტიპს შეურაცხყოფას ესე არ აყენებენ რა შენ ბიჭო ეს ხარ და შენ ის ხარ თუ რაღაც იმიტომ რომ რაღაცს თუ ეუბნებიან დასაბუთებულად ეუბნებიან და პასუხს ეუბნებიან, რომ თავის აქციელზე სთხოვენ იმ პასუხს რა და აი ეგ მაკლია ხვდები, აი ხა რაც ამ Young Mike-ის და იმის ბეტლში რაც იყო, ხო რა, პელეს ბეტლში რაც დავინახე, უკვე ანუ ცოტა საფეხური მომწონს ის რომ უკვე ვითარდება ხვდები, ვიღაც პატარები გაიჩნდნენ, დუხიც მაგარი აქვს, რაღაცა flow-ს, ყველაფერს კარგად აკეთებენ უფრო რაღაცა, მაგრამ აი აღარ ჩანხა რაღაცა და სურვილი აღარ აქვს თუ არა ნუ არა თავის ხოძზე მიდის რა თვითონ რაღაცნაირად ჩამოყალიბდნენ უკვე რაღაცნაირად პოპულარობაცაც მიაღწიეს და თავის პონჩი აკეთებენ რა ბიჭები პროსტა რა არიცი რომ ნუ ჩემი შენიშვნა ეგ იქნება რა რომ ცოტა შემდგარი ტიპები უნდა იყვნენ იქ ალბათ ხვდები ჯერ რაღაცა უნდა კონდეს გაკეთებული რომ მან მოვიდეს და ვიღაც ებლატაოს რა ვიღაცა უნდა იცნობდეს და რაღაცა საქციელებზე უნდა სწხოვდნენ რაღაცეებს რა და პროსტა ეს რაღაცა უაზრო შაირობა რო არ იყოს რა. კიდე ის თემა არის ხომ ხშირად რომ აი მაგალითად თამადა რო ყავდათ მაგალითად ჯიურიში ძალიან გააგრეტიკეს ეს თემა და შენ ფიქრობ თუ რომ მაგალითად რომ არა რეპერი ტიპი უნდა ედგეს მაგალითად ჯიურში ერთ-ერთი თუნდაც დაუშვათ. შენ აზრის ახლა მაგას. არანაირად ხო არ უნდა ედგეს რა თქმა უნდა რაშუაში ახლა თამადა იმას რა. ო იყო ბათუმში იმაში რომ ბათუმში ხო ხო ნუ პოპულარიზაციას ჩალიჩობენ რომ პოპულარული ტიპები დასვან რომ რაღაცა ჰაიპი მეტი აიწიონ თუ რაღაცა ეგ გასაგებია ყველა რაღაცა თავის პონჩი პროექტის ნუ ხო არა ნუ ჯერ ტიპები ისეთი გამოყავთ ხვდები რომ ეხა მანდ უნდა იყვნენ ისეთი ტიპები ხო ხვდები აი ბედინა უნდა იყოს კაბუ უნდა იყოს იქ ის უნდა იყოს აი ეგეთი ტიპები როცა იქნებიან ხო რომ მთელი ცხოვრება ნაცხოვრები აქვს და რაღაცები აქვს გაკეთებული მე ჟიურის ვეღარი აქ როგორი ტიპები არიან ცია აუ მე ცეცხლი ვარ და ეხა დაგწვავ და რაღაცებს ეუბნებიან ერთმანეთს ასწავლებს რა მოსე ვარ და წყალს გავხსნი გავევლი და შენ რო შემოხვალ დაგახჭობ თუ რაღაცებს ეუბნებიან ერთმანეთს აი რაღაცებს იგონებენ ნუ კაროჩე სტრაიხა ეს ბოლოები კიდე უფრო გამისწორდა რა ხო ხდები რა რეალურად და ეს რო პროსტა უაზრო ცეცხლი ვარ და ვაფშე რა ის ცეცხლი ხარ რო არის აი ეგ ცოტა მიტყდება რა თორე მაგი მაქედან ცოტა ისაა თორე აი რაც უფრო მეტი სიმართლე იქნება და რაც უფრო ანუ ახალი ტიპები ვაფშე არავინ რო არ არიან ტიპები ესეთები იჭითებიან ხვდები და აი რა უნდა უთხრან ერთმანეთს იქ გაიცნეს ერთმანეთი ხვდები არცმენია არაფერი იმაზე რა და ეხლა განსაკუთრებით ახალი ტიპები რო არის ხო მაშინ უფრო ჭირს ხოლმე ეკვლატი ერთმანეთზე არიციან რა ურა ხო და ანუ იცი რა არის ვინ უფრო მაგრა იგინება თუ რაღაცა თუ ვინ უფრო მაგრა გეშუტყავება თუ რაღაცა ანუ ეგ პონტი ანუ ჩემთვის ცოტა ნაკლებად საინტერესოა და აქ საინტერესო იქნებოდა დაუშვათ ხო გეუბნები რა ვიღაცეები ისეთები რო იყვნენ რომ რაღაცეები ქონდეთ უკვე გაკეთებული და უაზროდ არ ბლატაობდნენ რა პროსტა ეს ბლატაობა ეს უაზრო ბლატაობაც უკვე ისეთი პონტია რა ტეხავს ცოტა რა გაიძმაო ეხა YouTube-ის კომენტარებსაც შევეხოთ იმიტომ რომ ფოტო რო დავდე შენი დაწერეს კომენტარები ეს კითხე ის კითხე და ნახოთ ეხლა რა არ მგონია რა მეკითხვაზე არიდოს კაცმა თავიდან რა ისეთი არც არაფერი არ არის რომ რაღაცა განსაკუთრებული იყოს просто ეცადეთ ხოლმე რომ ძალიან გძელ კითხვებს თუ წერთ ხოლმე რა ისე მოკლედ და ლამაზად პირველი ძალიან ისეა მაგრამ მაინტერესებს და კითხე
გრაფი ცოცხალია და სადაა რაშვება ეხლა. დაიცის რამე და კიდევ ვერავინ ვერ მიტანს თვალს. დალიე ძვალის ვეში ისევ ხიტი გახდება. არ გვეფსია რომ დააბრუნოს ალბათ რა. ეგ დრომ მინდაო რა გეხვეწები მეტი პროტესტი გააცოცხლეთო მიდი ბებერო შებერე. გულით მიყვარხარ. ძვალის ტრეკებზე გავიზარდეო. ყველაზე ძერს კი რეპერია თავის მიხურა მოხურა მიმიკებით ძვალ ჰაი ლეველის კაცი. წააკითხე თოკო გთხო წავიკითხე მეტი რა ვქო. წავიკითხე. გრაფი არის გრაფი ერთი სადაც 10 წლის წინ ნახე მე მგონი ბოლოს. რაღაცა რო გამოვიდა საჟელც იხდიდა ეს 7 წელი მოიხადა 7 და რაღაცა და რო გამოვიდა ცოტა ალბათ იმ 7 წელში სხვანაირად დაარასკლა და თავის თავში ცხოვრება და რაღაც ხო რა რაღაცა ტეიმედები ქონდა ცოტა ისეთი ტიპი იყო რა ცოტა რეალისტი გამოვიდა უკვე აღარ იყო ის მეოცნები და რაღაც ძალიან მაგარი ბიჭი იყო გრაფი იყო ანუ რის გამოც რაღაცა ცხოვრების ჯარისკაცებმა ანუ მეც და რაღაცები გავაკეთეთ იმიტომ რომ ჩვენ ცოტა ისეთი ტიპები ვიყავით იგულაო დავლიო წავიდეთ ეს ვქნათ იქ წავიდეთ და ეს იყო სულ მუშა ტიპი რა და მე ცოტა ისეთი ტიპი ვარ ჩემთან თუ ვინმე კომანდაში რაღაცას აკეთებს მე ორჯერ მეც მევაკეთებ რა და კამანდნი როჟა ვარ იტოქში რა და ეს დათო იყო ეგეთი ტიპი კაკრას რა რომ მოდიოდა აი ყოველდღე ახალი ტექსტით რაღაცა ყოველდღე ახალი აზრით რაღაცებს აკეთებდა სულ იდეინი ტიპი იყო რაღაცა თავის რეულში ქონდა ტექსტ რო წერდა მე რაღაცნაირი თავისი ის ქონდა ნოტები რა ანუ მუსიკა როგორი უნდა ყოფილიყო და ანუ აი მონ ვერ წაიკითხავდი და ვერც ვერავინ მარტო თვითონ იცოდა რა თავისი ენა ქონდა იმ ნოტებით რო გააკეთა რა მქვია მე ტრეკი ესე სტუპისაც მევასება და ესეც ასწორებდა ქართულ ფონში ხო ეგ მაგარი ისტორია იყო კაროჩე მოვიდა ერთხელ და აროჩეო სტუდიაში დეიტი ავიღეო რო პროსტა უწავიდე თუ დავებაზროთო რა დეიძეო და ჩავწეროთო რაღაცეები და დავალაგეთ ვიფიქრეთ დაველაპარაკეთ იქ სტუდიაშიც და კაუჩი ისეთი ბაზარი იყო რომ აროჩე ნუ ფონოგრამების აწყობა ცოტა ისეთი იყო ცოტა არარეალური იყო რა იმიტომ რომ რაღაცა $200 მაინც ღირდა ფონოგრამის აწყობა რა და ანუ ჩვენ თლიანი ალბომი მოველაპარაკეთ რომ ანუ 4 კაცმა დავდეთ 125 ლარი ანუ რაღაც სახში გამოვართვით თუ რაღაცა და არა ანუ 125 ლარი სახში მოგცეს რა როგორღაც და რაღაცა ხო ნუ დათომ ისქნა რაღაცა მაცივრის მოტორი ჩააბარა თუ რაღაცა ნუ კაროჩი რაღაცები ვიჩალიჩეთ და კაროჩი გადავიხადეთ ეს 500 ლარი და 3-3 სიმღერა უნდა ჩაგვეწერა რა on ფონოგრამები უნდა მიგვეტანა რა და ამ დროს უკვე ეს ინტერნეტ კაფეები გაჩითული იყო და ტექსტები კი ქონდა ახრად და ნუ კაროჩე ავდექით და გადავწყვიტეთ რომ ეს ფირმა ფონოგრამები რაღაცა LimeWire იყო რაღაცა ესეთი torrent საკაჩი პროგრამა და იქ არანჟებს რო წერდი გიგდებდა ინსტრუმენტალებს რა და ნუ ამან ერთ ინსტრუმენტალს ერთი რამე წერდა რა და დავრჩით კაროჩე ეს ინსტრუმენტალები გადავწყვიტეთ რაღაცა მაშინ სადუკო YouTube-დან გადამოწერა არა ხო არც ვიცოდით რა YouTube და ის და იქაც დაჟე ჩვენ კი არ ვждებოდით ის თვითონ ოპერატორი ვინც იყო ერთი TBC ბანკთან იყო ჭავჭავაძეზე ერთი ინტერნეტ კაფე და იქ კაროჩე ეს ტიპი გავაზრეთ რა რომ ფონოგრამებს გვიწერდა რა ანუ ჩვენც კი არ ვიჯექით დაჟე ლარს ვაძლევდით ფონოგრამაში თუ ორ ლარს თუ რაღაცას და ეს ტიპი გვიწერდა და დისკზე ჩაგვიწერდა გვაძლევდა ხოლმე რა და გადმოვყარეთ ეს ფონოგრამები და ნუ მივედით ამ სტუდიაში და ნუ კაროჩე ერთ თვეში ჩავწერეთ ეს რაღაცეები და ნუ აი ძალიან ისეთი ტიპი იყო რა მონდომებული ჩალიჩა და სულ რაღაც ხოდავდა რა მაგარი ისეთი ძალიან ისეთი ნასტირნი იცოდა რა კაროჩე ჯეროდა რაღაც და მე ნუ ცოტა ავირიეთ რა ამ დასალევებმა რაღაც გულაობამ და მოაზრო ცხოვრებამ თავისი ქნა მაინც რა კუდი მოიქნია და ეს 7 წელი მოხდა ისე რომ ჩასვეს, თორე ძალიან ბევრს მიაღწევდა ეგ ბიჭი, ანუ არ გაჩერდებოდა, მაგარი როჟა იყო, ძალიან ნიჭიერი იყო და სუ პროგრესირებდა რა. აი ვიღაცებს რო უყურებ როგორ იყო ისე, აი რო გავიცანი დღესაც ისეთი ტიპები არიან რა და იქ კონკაოდენ ისევ და ანუ მეტი არ შეეძლოთ აი 2 წელი, 3 წელი ერთად ვიყავით და აი პირველ დღეს რო გავიცანი, რაც გინა ასწავლე, რაც გინა უხსენი, არა, იქ არის რა. ხო და ეს იყო აი ყოველ დღე, ანუ სუ ახალი რაღაცით მოდიოდა, სუ რაღაც და ანუ ძალიან ნიჭიერი იყო და ძალიან ტეხავს რომ პროსტა ესე სუდად რაღაცნაირად შეეცვალა ცხოვრება და ეხლა სად არის არ ვიცი აზზე არ ვარ ბოლოს სადაც იყო წასული მე თურქეთში მუშაობდა მე რაღაცეებზე მუშაობდა რაღაც დენები არ რაღაცეებს აკეთებდა თუ უყურებს მა პოდკასტს გამოგვეხმაურე გაეხარდებათ შენ განახვა ძველებს
ხო და ესე დაიკარგა რა. ბოლოს 4 წლის უკან დადო ტრეკი თუ ოპირებს რაიმე ახალს და თუ მუშაობს ჰიპ-ჰოპის მიმართულებით. ხო, ნუ ეხლა ცოტა სხვა ინტერესები მოქვს რეალურად და ეხლა ჰიპ-ჰოპი. ხას ლაივი იყო. ხო, ისიც 20 წლის წინ დაწერილი ტექსტია, ეგეც თუ რაღაცა და 15-20 წლის წინ. ეს შეგონდა ხოლმე იმას ერთად ხო? TLთან. TLთან. ხო, ძალიან ძველია ეს ეგეც. დემო ვერსია idო ხოლმე, დემო ვერსია გაბაზდა და ხო, მაგრამ ელოსებოდა ხოლმე მისამღერის ხო, მისამღერი შევცვალე მე რაღაცა სხვანაირად რაღაცეები და idო რა ეგრე რაღაც ბევრი სიმღერა მაქვს, ეგრე просто დევს, რა ეს დემოები, აი ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ აი დამთავრებას აი არ ვამთავრებ, იმიტომ რომ ეხლა დღეს რაღაცას რაღაცა თუ მინდა რომ გავაკეთო მithumetes ახალი და რაღაცა, ანუ ცოტა ისე მინდა გაკეთდეს რა, რომ რაღაცა პლატფორმები სწორად იყოს უკვე გამზადებული და ფინანსება ყველაფერი просто რაღაცა უაზროდ არაფრის კეთება არ მინდა რა და თვითონ არ მინდაზე არ არის, შეიძლება მინდოდეს კიდევაც, მაგრამ ვერ რა. აი როცა მეცოდინება რომ რაღაცეები უკვე მზად არის, რაღაცეები მაქვს უკვე მოხდილი და ყველაფრისთვის შემდგომი პროდუქტის, ესე იგი რეალიზაციისთვის ყველაფერი მზად არის, ალბათ მე მომცემს იმის სტიმულს რომ გავაკეთებ. ბევრი პროექტი მქონდა რა, მქონდა აი ლუკა არის თოფურია და ჯაზმენია რა და ეს ბენდთან ერთად მინდოდა რა უკვე ცოტა სხვა ლეველი მინდოდა დამედო მუსიკაშიც რა და ძალიან ბევრი წლის წინ ბაზარს გეუბნები 2010-2009 იყო მაშინ რომ უკვე მაგაზე დავიწყე რომ просто არანჟირებებზე არ მინდოდა გაკეთება და ცოტა ბენდთან ერთად მინდოდა მაგრამ საბოლოოდ რაც გავარკვიე მე და რაღაცა სანამ გავიცანი ეს ტიპები ვისთან მინდოდა და რაღაცა კი გავიდა 10 წელი იმიტომ რომ просто ბენდი რო შეგენახა იმდენი თანხა უნდა და ეს არეპეტიციო ცალკე ეს თვითონ ბიჭების მიყვანა მოყვანა და თუ ფულს არ უხდი ცოტა რთულია მე ამათი დევნა და კაროჩ არაფერი არ გამოდის რა ისე და 18 წლის არ ვარო просто ხო ხტები სტუდიაში შევიდა ყოველდღე კიდე ახალი ტრეკები წერო და ვალაგო რა თუმცა მაგას ძალიან დიდი ფიდბექი მოაქვს და დრო გადის და ის მაინც თავისას აკეთებს და არაფერი არ იკარგება მაგრამ მე თვითონ აი ეს ენთუზიაზმი ცოტა ჩამხშვალი მაქვს ცოტა სხვა ინტერესები მაქვს რაღაცა ელექტრონულ მუსიკას DJ Bo ხო რა ელექტრონულ მუსიკაზე უფრო რაღაცა ორიენტირებული ვარ უფრო რაღაცა ჩემთვის საინტერესოა უფრო ბევრი რაღაც ხდება იქ და რაღაცა ცოტა ისე ვარ ხო რა გადართული რა რეალურად რაღაცა მინდა ამ ელექტროს და ჰიპ-ჰოპის რაღაცა სწორი სინთეზის პოვნაც მაგრამ ეგ ძალიან რთულია რა რაღაცების კეთება როცა რავი რა კიდე 1000 პრობლემა აქვს ქვეყანაში თუ გინდაც თავში და აი შემდეგი კითხვაც ეგ არის რომ აქ არაფერი არ შეცვლია ისე თუ შეიცვალა რამე ეს კი მახსოვს აქ არაფერი არ იცვლება ისე ხო რა მე ერთ ვიტყვი რომ ანუ მე მიშას დროსაც ოპოზიციაში ვიყავი გრიშას დროსაც ეძიკას დროსაც და რა ვიცი ვიადას დროს просто ოპოზიციას ვერ ვარჩევდი ალბათ იმ ხელასაკი მქონდა პატარა და вообще მე მგონია რომ ყველა ნორმალური მოაზროვნე ადამიანი სულ ოპოზიციაში უნდა იყოს და სულ მთავრობას კრიტიკაში უნდა ედგეს რა ხო აი მთავრობისკენ ვარ ტიპი არასდროს არ უნდა იყო რა იმიტომ რომ მთავრობა ყოველთვის რაღაცას არ არსებობს რა ისეთი მთავრობა რა წმინდანი მთავრობა რომ ერზე ზრუნავდეს მარტო თუ რაღაც და კიდე ვიღაცები ხელს რო უწყობენ და რო ევაზელინებიან და რაღაცა შენსკენ ავართ თუ რაღაცა ცოტა არასწორი მგონია რა თუ რაღაცა ინტერესი არ გაქვს რა თქმა უნდა ისე ალბათ ოპოზიციაში უნდა იყო არაფერი არ შეცვლილა ყველაფერი იგივე არის თავის ხარებიანად და გოგიანად ყველაფერი იგივეა ისე და ალბათ დიდი ხანი კიდე ყველაფერი იგივე იქნება რა კაი ტახა და პელერო დაეჯახოსო რომელი მოიგებსო აკაპელას და BPM-სო შენი აზრით არ ვიცი როგორ გითხრა ორივე ძალიან კარგად აკეთებს თავის საქმეს ორივე მახვილი ტვინი აქვს აზროვნება უფრო სწორად კარგად რაღაცებს ირტმევინებიან ამ ფანჩებს ძალიან დაიხვეწნენ პირველ რიგში ვინდა ეს აღნიშნო აი რო უყურებ ახლა მახსენდება ეს პირველი თუნდაც ტახას გამოჩენა და პელეს გამოჩენაც დღეს ვაფშე სხვა ლეველი აქვს ორივეს და რავი ორი რა ვიცი აი რა ჩემთვის როგორ აიცი
მოდის დავეჯახობ რომელი მოუგებს ანუ ვინ რას ეტყვის ხდები ერთმანეთს და ანუ ხო ხდები აი რაღაცა რაზბორკაზე რომ მიდიხარ რა ეგ პონტია ჩემთვის ეგ PvP ბატლი თუ რაღაც თუ ბატლი თუ რაც არის რა რომ ერთი ის არის რომ ანუ აგავართ არც flows აქვს იმდენი მნიშვნელობა ჩემთვის არც რაღაცა ფონოგრამას და არც მიხვრა მოხრას როგორც იმან აღნიშნა რა და არც მიმიკებს რა სალაპარაკოთ თუ მიდიხარ კონკრეტულ თემაზე მიდიხარ სალაპარაკოთ და უნდა გაარჩიო რომელი მტყვანი რომელი მართალი ხო ან რაღაცა შეცდომებს თუ ვიღაცა შეუბნები რომ შემიჭვეს შეგეშალა და ესესია და ესესია ანუ ვინც უფრო მეტ შეცდომას დაუფიქსირებს ვინც უფრო ანუ გაჩუმებაზეა რა უნდა გააჩუმო რა იდეაში ეგაა ჩემთვის რა და აი ეს ჰაიერზე ბლატაობა რავი რომელი უფრო მაგრა იბლატავებს ჰაიერზე თუ რას მეკითხება ანუ არ ვერ მივხვდი ცოტა არ ვიცი ალბათ რომელიც უფრო კარგ ხასიათზე იქნება მეოთხე დასთან რამეს ხო არაპირებს და როგორ შეაფასებს თვითონ მეოთხე დასო ну აი ნახა არც ვიცნობ მაგ ბიჭებს ხო რაღაცეები აი ეს ვაჩე ქვია ძალიან მომწონს ძალიან რაღაცა ისეთი ჯიგარია კარგად აკეთებს რასაც აკეთებს თავისი პროდაქშენით ეგ ინსტრუმენტალებით ბიტები ძალიან კაია კი ну ცოტა ჩემთვის ის არის რა ცოტა old school-ის პონტია გადმოტანილი ამ ახალ იმაზე რაღაცა და აი ცოტა ის არის რა მაინც აი ეს ბევრი ბლატაობა მაინც ხო ხდები რა ის ჰიპ-ჰოპია რა რაღაც უ-თენგ არის და კაია ძალიან ხო და ну კაი ბიჭები არიან ძალიან მომწონს ვოჩი ქუთაისს ყოველთვის რაღაცა მუსიკაში ისეთი განსხვავებული თავისი ის ქონდა რა იჩდებოდნენ შავი პრინცი რობი კუხიანიძე სულ ისეთი რაღაც რევოლუციონერები რა რაღაცები იყვნენ ხოლმე რა დამწყებები ძველები რაღაც და ეს ბიჭებიც ხო არის ძალიან კაია მომწონს რომ ხალხის თვითონ ფიდბექი რაც მოდის ამ ხალხისგან ევასება ძალიან თბილისში რაღაც გავიგე მე არ ყოფილა მაგრამ გავიგე რაღაც ორი კონცერტი თუ რაღაც გაუკეთებიათ და ანუ ხალხიც გადატენილი და ну ხო ხდები რა ძალიან კაია ეს რა ანუ თუ სწორად გაუგეს ხალხს და ხალხმა სწორად გაუგო ესე იგი კაია მუშაობს და ასწორებს რა მივესალმები აპირებს თუ არა კაბუსთან ან რომელიმე ქართველ რეპერთან დუეტს რაც ზვალს კაბუსთან დუეტები ქონდა მე მგონი არავის არ ალბომი მქონდა რა ხო მაგრამ როგორ არის იცი რომ დავიწყებ გაკეთე ჯერ ვაფშე ესე გითხრა რომ რაღაცას ვაპირებ არ ვაპირებ რა ეს გეგმაში რაღაცა რომ დავიჯდე და გავაკეთო ეხლა და ვიმუშაო ჯერჯერობით ესეთი არ მაქვს და რომ ექნება აუცილებლად ვიღაცებთან გავაკეთებ რა იმიტომ რომ ბევრი საწერია ხვდები და ვიღაცებს მივცემ ცოტას რომ ცოტა აიმან დაწეროს ცოტა იმან და მეტი აზრი იქნება სიმღერაში უფრო საინტერესო იქნება და როცა დავაპირებ აუცილებლად ჩავრთავ ხალხს ამ პროექტში აუცილებლად აი ერთი უცნაური კითხვა არის კიდე ხე მე აქვე გავიცი პასუხი მაგას მაგრამ მაინც ვერ ვარ თქვენ ხოლმე რომ არ უსაო რა ბანი და მასტერი რო შეეჯიბროსო ბატლში რომელი მოიგებსო და ხა მასტერის აზრი მაინც ყველა მიცის რომ მან არიღებს მონაწილეობას და რაღაც სხვა კუთხით შებერა რაღაცა იქ დისი ჩაუწერა PvP-ს თუ რა ვიცი რა თემები გაიჭიდა მოკლედ და რა ვიცი ხა მე მაინც დავსვი რახან აქ იყო რომ ხო აი ბანის რაც შეეხება ხო რაღაცა თავიდან რომ მოვისმინე რაღაცა ისე იყო მაგრამ რაღაცები ვნახე და ემინა გააემინემა ტიპმა რა ბოლოს მაგრა ხო და ეს ბატლი ვაფშე სხვა პონტია რა კიდე სხვა რაღაცაა ხო მაგრამ იცი რა არის უფრო აი კიდე განმეორდები რა და კიდე რაღაცა ცოტა განვავრცობ მაგასაც რომ ანუ ჩემი ხედვით რა მე მგონია რომ შენზე არ უნდა ილაპარაკო ხვდები როცა ებეკლავები ხო იმაზე უნდა ილაპარაკო ვინც წინ გიდგას და აგ 90% მე ესეთი მაგარი ვარს ამბობს ხვდები და აი ეგ არის კიდე რა ჩემთვის ცოტა ნიუანსი. კარგად ამბობს, ანუ ძალიან გამისწორდა რაც იბაზრა და აი ბლატავა და რაღაცა, მაგრამ მაგ ბლატაობას კიდე ხო ხტები რაღაც საფუძველი უნდა, რაღაცა სინამდვილე უნდა და რაღაც გამყარება უნდა რა უფრო რა ეგრე უნდა იყოს და ნიჭიერია უდაოდ ეს ბიჭი კარგად აკეთებს, რასაც აკეთებს და რავი წარმატებას უსურვებ რა. ვინ მოიერევა არ ვიცი. Rainbow თუ ისე იმაში ხო, არ ვიცი, რა ვიცი, რავი. Rainbow თუ ჩაკნორეს. უცბად იგონებენ და იქვე წერენ ძმაო და რაღაცებს რო კითხულობენ, აი რაღაცა ისეთი, ბევრი კითხვა ჩდება ხოლმე რა, ხო, არ ვიცი, არ ვიცი. ალბათ ის იქნება ფრე. კაი, მოკლედ მეგობრებო, ბოლოსკენ კიდე გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ. მე ყოველთვის ვზრუნავ იმაზე, რომ
თქვენ რომელ არტისტსაც დამიწერთ, ყოველ შემთხვევაში მოვიყვანო მაქსიმალურად ზრუნავი ხარ. თუ ვიღაცა მოვა, ვიღაცა არ მოვა, უკვე ჩემზე არ არის დამოკიდებული. მადლობა ძვალს, რომ იყო დღეს. გაიხარე, მადლობა თქვენ. მადლობა მიღებისთვის, მე ვიყავი მის ბაიტში და ახტონები. მივდივარ აქედან. წარმატებები, ყველაფერი კაი და არ გაჩერდე, კაროჩე რა, არ გაჩერდე და მიაწექი და მე ჯერ ხა გაჩერებული ვარ, მაგრამ ამოძრავდები აუცილებლად, იმიტომ რომ რაღაც იდეების დონეზე უკვე იმდენი მაქვს, რომ მეტი აღარ ეტევა და დავიწყებ რაღაცების კეთებას აუცილებლად. მადლობა. წარმატებები და კარგად.